ამ თემის განხილვას სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ნარჩენების ართვის ტექნოლოგიების პროექტის ხელმძღვანელი კახა რუხაია მოვიწვიეთ სტუდიაში. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ბატონო თემურ, დავიწყოთ თქვენი გვაქვს ნარჩენების მართვის კოდექსი. რამდენად ხდება მისი აღსრულება, რეალურად ცივილეთში ნახეთ რა პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ისევ მეძლევა საშუალება თქვენთან საზოგადოებას ჩვენი საქმიანობა გავაცნო. რაც შეეხება კანონს, მე ვფიქრობ, მხოლოდ მეამიტები ფიქრობდნენ, რომ პირველი სამი თვის მანძილზე უზრუნველყოფდა კანონი მთლიანად ქალაქის დასუფთავებას, ქვეყნის დასუფთავებას და ყველა პრობლემის მოგვარებას, ბუნებრივია ეს ასევე ვერ იქნებოდა, თუმცა პროგრესი აშკარად სახეზეა. დავიწყოთ იმით, რომ დაჯარიმების დაწყებასთან ერთად ტენდენცია ზოგადად დაბინძურების მცირდება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ სახეზეა, რომ თვეების მიხედვით დაჯარიმების მოცულობა მცირდება და შესაბამისად მცირდება დამრღვევების რაოდენობა. ბატონო თემურ, აღმოჩნდა უფრო რეალურად უფრო რთული აღმოჩნდა კანონის ადმინისტრირება, რასაც ელოდით თუ ისეთი როგორცაც ელოდით და შედეგები რა გვაქვს, როდის გვექნება რეალური შედეგები ხალხს? კანონის ადმინისტრირება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე თავიდან მისი ავტორები ფიქრობენ ხოლმე, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ყველა ძალები მოვმართეთ, რაც თავარია გავაძლიერეთ შესაბამისი სამსახურები, მაგრამ ძალიან მწუხვარ ყოველთვის, როდესაც ცდილობენ ნარჩენების კოდექსი მიაბან დაჯარიმების თემას და წარმოაჩინონ როგორც დაჯარიმების კოდექსი. ამ კოდექსმა გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობები მოიტანა ნარჩენების სეპარაციის თემა, მოიტანა გადამუშავების საკითხები, მოიტანა მწარმოებელთა გაფართოებული პასუხისმგებლობა, რეალურად შექმნა შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში არ არსებობდა და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იწვევს ღიმილს იმაზე საუბარი, რომ ნარჩენების კოდექსი არის არასრულყოფილი, არასოდეს არ უფიქრიათ მათ იმის შესახებ, რომ ასეთი ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი გადაედგათ. ჩვენ გადავდგეთ ნაბიჯები, ჩვენ გავაკეთეთ კოდექსი და ბუნებრივია, შეიძლება მას გარკვეული ხარვეზები ჰქონდეს, თუმცა ეს კოდექსი მუშაობს. ნარჩენების მართვის კოდექსის მიმართულებებზე ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, მას ვისაუბრებთ, დაგიბრუნდებით ავსეოთ ბატონო თემურ. თუმცა მანამ დავსვავ ერთ კითხვას. კანონის ადმინისტრირებაზე ბატონო თემურ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? კანონის ადმინისტრირებას ახორციელებს სამი უწყება, უпростоრად სამი ტიპის უწყება, ერთი ეს არის ჩვენი გარემოს ზედამხედველობის ინსპექცია, მეორე არის საპატრულო პოლიცია და სხვა შორის თქვენ სიუჟეტში არ იყო ნათქვამი, რომ საპატრულო პოლიციამ უკვე 2000-მდე დამრღვევი გამოავლინა და ასევე თვითმმართველობას თუ შეიძლება რომ საპატრულოდან უარი გიწევს არა, რა შუშია საწარმოები, ეს ეხება ყველას, ეხება ფიზიკურ პირებსაც, ეხება საწარმოებსაც, განსხვავებულია დაჯარიმების რაოდენობა და მესამე ყველაზე მთავარი სუბიექტი ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურები და ძირითადი დატვირთვა სწორედ მათზე უნდა მოდიოდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ესმოდეს. დიახ, ბატონო, მოდით ვისაუბროთ ჯერ ადმინისტრაციის პრობლემაზე, რეალურად რა პრობლემების გადალახვა უწევს ასე თქვა სახელმწიფოს, რასთან რისი თქვათ არ იყო გათვალისწინებული, ვერ ვიტყვი, თუმცა რასაც წააწყდა რეალურად გარემოს დაცვის სამინისტრო და ის სამინისტროები, რომელსაც ვალდებულება აქვს ადმინისტრირება მოახდინოს კანონს. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ თემურს იმაში, რომ ადმინისტრირება არის უფრო რთული, ვიდრე გონია კანონის ავტორს ყოველთვის და ყველაზე რთული ამ შემთხვევაში არის ჩემი გადასახედიდან ის გამოცდილებიდან, რაც მე გამაჩნია მართვის სისტემაში, ეს არის პრობლემა ადმინისტრაციული ჯარიმის დადებისა, იმიტომ რომ იქ აუცილებლობა ორი მოწმის არსებობა, ისევე რაკეტის ზედამხედველობის სამსახური, უფრო გაიოლებული აქვს ეს პროცედურა თვითონ პოლიციას, იმიტომ რომ პოლიციის შესახებ კანონი იძლევა უფრო სწრაფი რეაგირების საშუალებას გარკვეულად, მაგრამ მოწმის სტატუსი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვინმეს და რა თქმა უნდა ეს ყოველთვის რთულია. მეზობელზე არ ამბობს, რომ მან გადაყარა ნაგავი და ძალიან ძნელია რომ გამოავლინო, რომ ეს ნამდვილად მან გადაყარა. მეორე საკითხია, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ თვითმმართველობებმა და მათ უნდა იმოქმედონ, მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ, რასაც ვხედავთ, არის ყველაზე დიდი პრობლემა ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ, ან საქართველო ვერ ახერხებს გამოტანას ნარჩენისა ყველა დასახლებული პუნქტიდან. ეს კანონს აქვს ეს დათქმა, რომ 2016 წლის 15 იანვრამდე არ იქნება
საჯარიმო სანქციები განხორციელებული იქ, სადაც არ ხდება გამოტანა. ჩვენ ეჭვის თვალით უყურებთ, რომ 2016 წლის მერე მაინც მოგვიწევს კიდე გადავადება ამ ნორმისა, იმიტომ რომ რეალურად ვერ მოესწრება ყველგან გამოტანის სისტემის სწორედ ამაზე მინდა ვისაუბროთ და გავაგზავნოთ ჩვენი საუბრის თემა. ბატონ კახაბა, რეალურად ნარჩენების მართვის კოდექსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის რეგიონები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს სტანდარტებზე გადასვლა. და ძალიან არიან დღეს ისინი ამისათვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მარტო თბილისი არ არის. რა თქმა უნდა, მარტო თბილისი არ არის და მთელს საქართველოს რეგიონის სხვადასხვა რეგიონებში არის პრობლემა ნარჩენების შეგროვების, გატანის და განთავსების ნარჩენების გადამუშავების პრობლემაც. ამერად არიან საათ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები და სამსახურები. შეიძლება სასახად ითქვას, რომ ისინი ამ ეტაპისათვის ვერ უზრუნველყოფენ მთლიანად ნარჩენების შეგროვების ესე იგი არსებულ სისტემას, ან ვერ უზრუნველყოფენ ნარჩენების გატანას და მათი ძირითადი სამუშაო არის სულ მინიმუმ სათანადო კონტეინერები დახჭურვა, შემდეგ უკვე სატრანსპორტო ესე იგი ავტოპარკის გადახლება, თანამედროვე ნაღამზრდილი მანქანებით და შემდეგ ნაგავსარყოფლებამდე მიტანა. აქ არ არის მარტო გარემოდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე პასუხისმგებელი, აქ ჩვენ გავიხსენოთ, რომ ნაგავსარყოფლების მოწყობა ოპერირებას რეგიონულ განვითარების სამინისტროს ასociațiilor წარმოადგენს და ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ქვეყანაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაგავსარყოფლების მოწყობა სულ მცირე მეათხარისხოვანი უნდა იყოს, იმიტომ რომ თავიდანვე ნარჩენების პრევენცია და მოხდეს მისი გადამუშავება უნდა მოხდეს, სულ ბოლო უნდა იყოს ნაგავსარყოფლები. ჩვენ ესეც კი არა გვაქვს ჩვენი მოწყობა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს 1 აგვისტომდე, ეს არის სტრატეგიის შემუშავება ნარჩენების მართვის, რომელიც კანონის აღსრულება მარტო იმაში კი არ არის ადმინისტრაციული ჯარიმები და არამედ სტრატეგიული ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 1 აგვისტომდე ჩვენ მინიმუმ 2 დოკუმენტი უნდა მივიღოთ მთავრობისგან, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაიწყონ საკუთარი ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპი არსებობს საზოგადოებაში, რომ გეგმა რა თქვინდა პირდაპირ დავიწყებთ ქმედებას, არც ერთი საქმიანობა, ბიზნესის განვითარებაც კი არ ხდება გეგმის გარეშე. გასაგებია, რომ სამთვეში თქვა ვერ მოხერხდებოდა რეალურად ადმინისტრირების პრობლემის მოგვარება, იგივე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუმცა რეალურად სამუშაოები რა სტარტდება, რამდენად კმაყოფილი ხართ, რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი, რომ შემდეგი ეტაპი უკვე იყოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მისი აღსრულების პრობლემის მოგვარება. უცნარესად პირველი რაც ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კიდე რაც არის ნარჩენების სწორი მართვისათვის არის ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანიის წარმართვა კი მიმდინარეობს ქვეყანაში ამ მართვით მუშაობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემი ბავშვი 2 წლის თუ მას არ უნდა რომ დამიძახოს მამა, ის არ მიძახის მამა. ანუ ბავშვს საზოგადოებას ყველა წარმომადგენელს ყველა საინფორმაციო კამპანიის წარმოება არის შევახსენოთ, უნდა უთხრათ, რომ თუ შესაძლებელია ერთ ამას ვიტყვი, რომ ამას კი ვაწარმოებთ გარკვეულად ბევრი ორგანიზაცია ჩართული, ისინი ჩართული ჩვენ ვაკეთებთ და დავასრულოთ საქართველოს, მაგრამ ეს მარტო არ არის საკმარისი. მე მაგალითად ვთვლი, რომ კიდევ ძალიან სერიოზული საკითხია, ეხლა ვამთავრებთ ანალიზს, რამდენად მოემატა ადგილობრივ თვითმმართველობას თავისი ბიუჯეტური ასიგნირებები ამ მიმართულებით და არ არის სახარბიელო მდგომარეობა. თუ შესაბამისი ფინანსები ნამდვილად არ იქნება გამოყოფილი, ძალიან გაუჭირდება ადგილობრივ თვითმმართველობებს აღსრულების მექანიზმის, მაგრამ ოპტიმიზაცია შეიძლება. ზოგადად არ დაждდება ამ პროცესს. ბატონო თემურ, თქვენთან მეკნება შეკითხვა, მე მოდი ციტირებას მოვახდენ, რომ ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განხორციელებას გვალდებულებს ასევე კოდექსი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს ევალება, რომ არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელები მოაწყოს. ეს პროცესი თუ მიმდინარეობს და გვაქვს თუ რა კონკრეტულად რეალური შედეგები? რა თქმა უნდა, ეს პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია, დაიწყო 2013 წლიდან. რამდენიმე რეგიონში ხორციელდება მსხვილი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის ამ ეტაპზე პროექტირების და შემდგომში მშენებლობის პროცესი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და მთავრობა ძალიან კომპლექსურად უდგება. ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს საიდან დაიწყო მთავრობამ. დაიწყო აბსოლუტური ნულიდან, როცა არ არსებობდა რეგიონული ნაგავსაყრელები, ჩვენ დავხურეთ ძალიან ბევრი ძველი ტიპის ნაგავსაყრელი და საზოგადოებამ იგრძნო მაგალითად ქუთაისში დღესაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობას ეუბნებიან იმისთვის, რომ სუნი და ნარჩენები, რომელიც იყო, დღეს საზოგადოებას იქ არ აწუხებს. ამიტომ
თუ დავთვლით საიდან დავიწყეთ, რამდენად დიდი გზა არის გასავლელი, ჩვენ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს. ყველა ვისაც უნდა დაუყოვნებლივი ეფექტი შეეძლო თვითონ შეექმნა, მაგრამ ბუნებრივია ამის გაკეთება შეუძლებელი იყო და ამიტომ მოდით ვიყვეთ იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ბატონო თემო, რეალურად რა რესურსი არის საჭირო იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდეს იმ გეგმის მიხედვით, რომელიც უკვე გვაქვს და აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაძლებლობა ამის? მოგესალმებათ, ყველა კანონის წარდგენისას ავტორი ვალდებულია დაახლოებით მაინც დათვალოს ის ფინანსური ტვირთი, რომელიც კანონს თან ახლავს. თავის დროზე ჩვენ გვქონდა დათვლილი 10 წლის მანძილზე 370 მილიონი ლარი. არ მინდა შეეშინდეს მოქალაქეებს, ბუნებრივია მნიშვნელოვანი ნაწილს ამ პროცესში დონორები აიღებენ თავის თავზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის დასუფთავება არც თუ ისე იაფი საქმე იქნება. გასაგებია, ქალბატონო, მინდა გითხრათ, თქვენ რამდენად ხართ ჩართული ანუ მუშა პროცესში, ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ თქვათ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კანონის ადმინისტრირებაზე და ნაშენის მართვის კოდექსზე რეალურად სტრატეგიის შემუშავებაზე 7 ადამიანია თუ არ ვცდები და ადამიანური რესურსი ამდენად საკმარისია ამ კუთხით. რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს არის დოკუმენტები, რომლებიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში წყლობით მზადდება, მაგრამ სამინისტროს ნამდვილად არ გააჩნია მარტო სამინისტროს რესურსი ამას არ ყოფნეს და მე რამდენიც ვიცი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებს ვფიქრობთ, რომ ჩავერთოთ, ვისაც პროფესიონალურად არა მარტო ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ პროფესიონალური გამოცდილება აქვს, ბატონ კახაძეც აქვს, მეც ამას გარკვეული პროფესიული გამოცდილება ამ მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ და ის ინიციატივა, რაც ახლა სამინისტრომ დაიწყო, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნა იმ დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შეუწყობს ხელს, რომ დავაჩქაროთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი დოკუმენტის მიღება შეიძლება, თუ მას არ ექნება ფინანსური უზრუნველყოფა ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს და რა თქმა უნდა თვითშეგნების და ინფორმირების საკითხი მოსახლეობის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მე ცალკე მინდა გთხოვოთ მასმედიის წარმომადგენლებს და საერთოდ მედიის წარმომადგენლებს უფრო აქტიურად იყოთ ჩართული, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ეს ნარჩენების პოლიგონები ისეთ ადგილებში არის ზოგჯერ აღმოჩენილი, სადაც შეუძლებელია წარმოიდგინო ვინმე მის სპეციალურად მიტა. რატომ იტანეს? ბატონო თემო, ბოლო შეკითხვა მექნება რეჟიმრების სახით რომ მოვახდინოთ. გასაგებია, 3 თვის განმავლობაში არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად 3 თვე, თუმცა ინფრასტრუქტურის კუთხით მეტი აქტივობა ხომ არ არის საჭირო, თუნდაც ურნების კუთხით თქვენი აზრით. მინდა გითხრათ, რომ რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, ისევე როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, რამდენიმე თვითმმართველობას უკვე გაეწია დახმარება, მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტს გადაეცა როგორც ურნების, ასევე ავტომობილების შეძენის თანხები. ჩვენ მომავალი წლიდან დავიწყებთ საპილოტე სეპარაციას. ეს იქნება ძალიან დიდი გარღვევა რეალურად და ამისთვისაც თვითმმართველობებს ჩვენ უწევთ აქტიურ დახმარებას. პრინციპში იმ რესურსებით, რაც დღეს სახელმწიფოს აქვს და მოგეხსენებათ, ნარჩენები არ არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ. მაქსიმუმი კეთდება მათ შორის ნარჩენების საკითხის დროულად და სწრაფად მოსაგვარებლად. ზოგადად ბიუჯეტი რამდენია პრობლემის მოსაგვარებლად, რო გითხრათ, მოკლედ ბატონო თემო. ერთმნიშვნელოვანი საბიუჯეტო ციფრი ბუნებრივია ვერ იარსებებს, რადგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიუჯეტები თვითმმართველობებში, ამ მიზნით გამოყოფილი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში სადღაც 15 მილიონი არის უშუალოდ დახმარებისთვის, ამ პროცესის დახმარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემო, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. თემურ მურღული იყო ჩვენი სტუმარი, ასევე საქართველოს წვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და პროექტის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ხელმძღვანელი კახა რუხაია. მადლობა მათ მობრძანებისათვის.